უცებ მომინდა ჩამეწერა ეს ვიდეო, რომელიც იქნება სიყვარულზე, ცოტა ყველაფერზე, ჩემზე, შენზე, თქვენზე, რა თქმა უნდა. ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ზოგჯერ ურთიერთობები ადვილად ეწყობა. მაგალითად ავიღოთ ერთი ადამიანი და მისი ისტორია, სიყვარულის ისტორია, რომელიც იყო ძალიან მარტივი, სასიამოვნო, ყველაფერი ფასლივით აწყობილი. შეხვდნენ, ნაბიჯი გადაიდგა, დაქორწინდნენ, გააჩინეს ბავშვები, გარდაიცვალნენ ერთ დღეს. და ასეთი ადამიანი, ვისაც ასეთი ისტორია ჰქონდა, დაიწყებს თავისი ისტორიის ტრანსლირებას, ის იტყვის, რომ სიყვარული მარტივია, რომ სიყვარული სირთულეების გარეშეა, რომ სიყვარულია, როცა კაცი დგავს პირველ ნაბიჯს, რომ სიყვარულია, როცა ყავს შვილები, რომ სიყვარულია, როცა კვდებით ერთ დღეს. და კი, ეს სიმართლე იქნება, იმიტომ რომ ეს მისი პირადი ისტორია, ეს მისი პირადი აზრია. წარმოიდგინეთ, რომ ეს ადამიანი გახდა ფსიქოლოგი და გადმოსცემს ამას. ანუ მე პირადად დავიწყებ ჩემი აზრის გადმოცემას და ჩემს გადმოცემულ აზრზე მივიზიდავ იმ ხალხს, ვისთანაც ეს აზრი რეზონირდება. თქვენ უსმენთ სხვა სპეციალისტი და ის ამბობს, რომ ურთიერთობა ნერვების შლა, ურთიერთობა ეს ტკივილია, ურთიერთობა ეს ტანჯვა, ურთიერთობა ეს არის, რომ თქვენ მოგიწევთ ურთიერთმშობლს შეწირვა, თქვენ მოგიწევთ ბევრ რამეზე თვალები დახუჭოთ. და ეს მისი ისტორია, მისი პრიზმა. და ის მიზიდავს ისეთ ადამიანებს, ვინც ზუსტად ასე ფიქრობს. ერთნაირი ტრამვებით, ერთნაირი ბლოკებით. გესმით ხომ, როგორ მუშაობს ეს? ადამიანი ტრანსლირებს იმას, თუ რანაირი გამოცდილება აქვს მას, რანაირი პრიზმა. და ის მართალი იქნება, ეს მისი შეხედულება. კიდევ თქვენ უსმენთ სხვა ადამიანს და ეს სპეციალისტი ამბობს, სიყვარული ეს რაღაც არადედამიწურია. ორი ადამიანის ურთიერთობა, რომელიც არა მხოლოდ ფიზიკურ დონეზე, არა მხოლოდ სექსზე აგებული, არამედ ენერგეტიკული ღრმა კავშირია. ამ ურთიერთობაში ადამიანები განიცდიან უამრავ სპექტრს, ემოციის, სხვადასხვას, არა მხოლოდ კარგს. ადამიანები გადიან გაკვეთილებს, ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან, არა მხოლოდ სხეულით, არამედ სულებითაც. მათი ენერგეტიკული დონე ერთმანეთში იხლართება და ამ პროცესში ისინი გრძნობენ, რომ სრულყოფილები არიან. რაღაც მნიშვნელოვანის ნაწილად თვლიან თავს. ამ ურთიერთობაში ადამიანი იღებს ემოციებს და ისეთ შინაგან პროცესებს, რომელიც მანამდე არასდროს უგრძნია და განუცდია. და ეს არის ნამდვილი სიყვარული. და ეს იქნება სიმართლე, იმიტომ რომ ამ სპეციალისტმა გაიარა ეს გამოცდილება, გამოსცადა ეს გრძნობები და ასეთ ინტერპრეტაციას უკეთებს. და წარმოიდგინეთ, შეხვდა ეს ორი ადამიანი ერთმანეთს, რომელთაც სხვადასხვა შეხედულება აქვთ ამ სიყვარულზე. ერთის პრიზმა არის, რომ სიყვარული მსხვერპლ შეწირვის მოტანა, მეორისთვის ღვთაებრივია, ენერგეტიკული შეერთება შინაგანი პროცესების, ღრმა პროცესების, რაღაც უფრო თითი მისიისთვის. თქვენ გონიათ ისინი გაუგებენ ერთმანეთს? არა. იკამათებენ? არ ვიცი, სადამდე. ძალიან ბევრს. ორივე თავის შეხედულებებზე ილაპარაკებს. და მაყურებელს შეექმნება შთაბეჭდილება, თითქოს ორივე მართალია. საიდკენ მიმყავს ეს ყველაფერი? თქვენი სიყვარულის ისტორია ადამიანთან ის იქნება განუმეორებელი. თქვენ უბრალოდ მოგიწევთ გარკვევა. განგება მოგივლენთ ისეთ მასწავლებლებს, რომლებიც თქვენ მდგომარეობას ერგება, რომელიც აირეკლავს თქვენ შინაგან მდგომარეობას. უბრალოდ თვალყური მიადევნეთ. არ უსმინოთ ეგოს, რომ ასეა სწორი. ის ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ სიყვარული მსხვერპლად თავის მოტანა, ის გეტყვის, რომ უნდა მოითმინო, რომ კარმული გაკვეთილია. თუ დაეთანხმებით ამ გზას აირჩევთ,
ეს თქვენი არჩევანია და ეს ნორმალურია. ან შეგიძლიათ მოусმინოთ იმ ადამიანს, ვინც გაიარა ღვთაებრივი სიყვარული და მან იცის, რომ ასეთი სიყვარული ქუჩაში არ გდია. თქვენ არ შეგიძლიათ მაგალითად მიხვიდეთ და აიღოთ ეს სიყვარული როგორც პური ან ფუნთუშა. ეს შეუძლებელია. თუ ღვთაებრივი სიყვარულის ფორმატია, თუ გაკვეთილების ფორმატია, მაშინ კი, მაშინ ყველაფერი შეიძლება. შეხვდნენ ერთმანეს ერთ დღეში. კონდათ ურთიერთობა ფიზიკურ დონეზეც, ემოცია, ეიფორია, ვითომ სიყვარული და მერე აღმოჩნდება, რომ ყველაფერი ნულ დონეზე ჩამოვიდა. ჭეშმარიტი ურთიერთობები, ღვთაებრივი სიყვარული ეს ძალიან მაგარი რამეა. ამას დამსახურება უნდა. საკუთარ თავზე უნდა იმუშაო, არ ვიცი რა დონეზე, ძალიან ბევრ რამეზე ვარი უნდა თქვა. მარტივ ხელმისაწვდომ ნივთებზე და არა მარტო ნივთებზე, გოგოებზე, ბიჭებზე. ვარი უნდა თქვა იმაზე, რომ თავისუფალი ხარ და შემიძლია გამოვიყენო ეს მდგომარეობა, ეს მომსახურება. მოგიწევთ ვარი თქვათ საკუთარი თავის მოტყუებაზე. მე ვიფლიტარდებ სამ თავისუფალი ვარ და გამოვიყენებ მათ ენერგიას. არ გამოვა. ღვთაებრივი სიყვარული ტოტალურ სამართლიანობაზეა და იქ შემოწმებები იქნება ბევრი. სანამ ამას მოგცემენ. და ამის შემდეგ თქვენ აფასებთ, ძვირფასია თქვენთვის. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს ადვილია და მარტივია, ფხიზელი გონებით რომ შევაფასოთ. აი მაგალითად მე მინდა მარტივად ასეთი რა, მე მინდა ბავშვი მარტივად. არ მინდა 9 თვე ვატარო მუცლით. არ მინდა ტოქსიკოზი მქონდეს, არ მინდა ფეხები დამისივდეს, წელი მტკიოდეს, მუცელი დამეწიოს, დისკომფორტი მქონდეს. ვინც სრულად იცის, რომ ეს მარტივი და საკაიფო მდგომარეობა არ არის. ეს შრომაა. იქითკენ მივდივარ, რომ ღვთაებრივი სიყვარული ყველას არ ეძლევა სამწუხაროდ. თუ ადამიანს პრეტენზიები აქვს ასეთ ურთიერთობაზე, მან ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე. ძალიან ბევრი. მას ცხოვრებაში ბევრ ტკივილს გამოუგზავნიან, რომ ბევრ ადამიანს, ვინც ტკივილს მიაყენებს, ვინც უღალატებს ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რომ ამოიღოს თავისი თავიდან ყველაფერი, დაინახოს რისგან შედგება და მერე იმუშაოს მასზე. შანსი ღვთაებრივ სიყვარულზე ყველას აქვს. თუმცა ყველა არ არის მზად წავიდეს ამ გზაზე. აი წეღან არ დავასრულე, თქვათ არ მინდა რა ქვია 9 თვე ორსულობა, არ მინდა ტოქსიკოზი, ბევრი მომენტებია, ხო? მე მინდა ჩქარა უპრობლემოდ, მაშინ შემიძლია თქვათ ბავშვთა სახლში მივიდე და იქიდან ავიყვანო ბავშვი. რა მე არ მინდა ამის გაკეთება, იმიტომ რომ მე მირჩევნია ჩემი გულწრფელად რომ თქვათ. მაშინ მე დავაფასებ, როცა გავივლი ამ გამოცდილებას. მე დავაფასებ და ვიგრძნობ. ასე ვთქვათ, რომ ეს ჩემი პროდუქტია. ეს ადვილად არ მოსულა ჩემთან. მე მომიწევს ვიმუშაო ჩემს თავზე, რომ შევინარჩუნო კარგი ურთიერთობა შვილთან, რომ სწორად აღზარდო. თუ ავიყვან ბავშვთა სახლიდან, ვერ ვიტყვი, რომ ასე იქნება. რა თქმა უნდა, არის შესაძლებლობა და შანსი იმისა, რომ ეს ასე იყოს, თუმცა არ ვიცით, ასე იქნება თუ არ იქნება. სანამ რამე ღირებული გვექნება, გავდივართ გაკვეთილებს და გამოცდებს. მაგალითად, მინდა სახლი, ვერ გავალე ხვალ მაღაზიაში და ვერ ვიტყვი, იცი რა, სახლი მომეცი ამ პურის ფასში. მე უნდა ვიმუშაო, ბევრ რამეზე ვარი უნდა ვთქვა, რომ გამოვიმუშაო ეს სახლი, დრო ჩავდო. ხოლოდ ასე გამოდის. მარტივად არ ხდება, მეგობრებო, სახლები რიგდება, არ არსებობს ეგეთი რამე. და ღვთაებრივი სიყვარულიც არ რიგდება, ესე უბრალოდ დამსახურება უნდა. იქითკენ მივდივარ, რომ უნდა შევისწავლოთ ჩვენი ურთიერთობები. შეგიძლიათ მოусმინოთ სპეციალისტს, უყუროთ რაიმე ვიდეოს, პოდკასტს, არ აქვს მნიშვნელობა.
უნდა გესმოდეთ, რომ ღვთაებრივი ურთიერთობები თითის ესე დატკაცუნებაზე არ მოდის. იმის შემდეგ, როცა გავიცნობთ საკუთარ თავს მეორე ადამიანის მეშვეობით, იმის მერე, როცა ვიპოვით ჩვენს თავს, როცა ჩვენ შიგნით გავხსნით და ვიგრძნობთ ღვთაებრივ სიყვარულს, ამ სინათლეზე მოიზიდება ჭეშმარიტი ურთიერთობები. მარტივად ეს არის ადამიანმა გაიარა თავისი გზა, მიიღო რაღაც ტრამვები და იძახის, სად არის ჩემი ღვთაებრივი სიყვარული. მას გაუგზავნის ღმერთის ღვთაებრივ სიყვარულს, კი შეიძლება ასეც მოხდეს, მაგრამ ის თავისი, ესე ვთქვათ, კაკაშკებით ყველაფერს გააფუჭებს და მაშინ შემქმნელი იტყვის, არ შემიძლია ჯერ მოგცე, შენ ხომ ყველაფერს გააფუჭებ, მე მირჩევნია მივცე იმ გოგოს, ნინოს, მზიას, ვიღაცას, დათოს, ვინც მზად არის ამისთვის. და კი, მაშინ მარტივია. როცა ადამიანი მზად არის, მაშინ მარტივია. ბევრს არ უნდა გზის გავლა და უნდათ უბრალოდ მარტივად. არ არსებობს. ეგრე მეც მინდა, ხა მაგალითად მაჩქონ სახლები და დავარიგო, მე ჩემს შვილს მივცე, დედაჩემს მივცე, ამას მივცე, იმას მივცე. მე მესმის, რომ ეს შეუძლებელია. საჭიროა თვითონაც რაღაც მოქმედება გავაკეთოთ. ამიტომ შევისწავლოთ ჩვენი ურთიერთობა. არ შეგვეშვინდეს გავიაროთ მტკივნეული წერტილები. შევხედოთ ჩვენს რეაქციას, დავაკვირდეთ პარტნიორს. ძალიან ხშირად არის, რომ ბევრი გამოცდის, ბევრი არასასიამოვნო, არასასურველი და გაუგებარ მომენტებში გაიხსნება რაღაცა. და ყოველთვის ფეიერვერკებით არ მოდის ჩვენ ცხოვრებაში ღვთაებრივი სიყვარული. ზოგჯერ ის მოდის ჩუმად, საერთოდ გაუგებრად. დიდი კითხვებით, დიდი გამოცდებით, დიდი ეჭვებით. უნდა იქექიალო, ისწავლო ყველა მხრიდან, დააკვირდე. დიდის ალბათობით ასეთ კონტექსტში ბევრი სურპრიზი იქნება. სანამ სწავლობ სხვა ადამიანს, ან საკუთარ თავს მისი მეშვეობით, ჩვენ ბევრ რამეზე მუშაობთ და როცა მუშაობთ, ჩვენ ხსნით ჩვენს თავს და ზედმეტ რაღაცებს ვიშორებთ. როცა ზედმეტ რაღაცებს ვიშორებთ, სიყვარული იხსნება ჩვენში. ის ღვთაებრივი, უპირობო, რომელიც შემოქმედა დამავა ტრამვების უკან. თქვა, შენ მასთან მიხვალ დაბრუნდები. მუშაობა უნდა და მაშინ ამ მდგომარეობაში თუ შეძლებ მოიზიდავ ადამიანს, შენსას. თუ აქტუალური იქნება, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ხშირად ხდება, როცა ადამიანი თავის თავში გახსნის ამ ღვთაებრივ სიყვარულს, მას უკვე აღარაფერი აღარ უნდა. აი ასე მომიარა ამ საღამოს, არც მქონდა დაგეგმილი ამისი ჩაწერა. მოკლედ ესე.